არის თუ არა ბიძი და იმ პერსონალურად ბიძი და ივანიშვილი დამნაშავე იმაში, რაც მოხდა გუშინ ხორავას ქუჩაზე. ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ არ არის დამნაშავე. ბიძი და ივანიშვილს ხომ არ უსვრიაო? იმ ადამიანს, ვინც ისროლა ბიძი და ივანიშვილი ხომ არ ჰქვიაო? და მე დაგეთანხმებით, ფორმალისტური თვალსაზრისით, ბიძი და ივანიშვილი უდანაშაულო. და მე დაბეჯითებით გიმტკიცებთ ამას, ვამბობ ამას, რომ პერსონალურად ბიძი და ივანიშვილი ისევე როგორც მაგალითად ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი, კახა კალაძე, ლეგიონია მათი სახელი ქართული ოცნების ბანდიტებისა, დამნაშავეები არ არიან. მაგრამ ამ წინადადებას რომ წარბოვთქვამ ასე დაბეჯითებით, ძახილის ნიშნიან წინადადებას რომ წარბოვთქვამ, იმიტომ წარბოვთქვამ, რომ დაახლოებით 5-7 წუთში გითხრათ, დაგისაბუთოთ, რომ ბიძი და ივანიშვილი სწორედაც რომ დამნაშავეა. როგორც აქამდე კიდევ 10 წუთი გველის დაახლოებით, პლუს მინუს. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა მოხდა ხორავას ქუჩაზე. სამი ახალგაზრდა იდგა ქუჩაზე, ვიღაც ქალბატონმა შენიშვნა მისცა ახალგაზრდებს. ახალგაზრდები რაღაცის გამო, ხმაურის ან სიცილის უფრო ზუსტი რო იყო გამო, ახალგაზრდები გაეცალდნენ რამდენიმე მეტრით იმ ტერიტორიას. ამ ქალბატონის შვილი გამოვარდა სროლით, ასე ვიტყვი, ისროდა ამ ახალგაზრდების მიმართულებით და ერთი შემთხვევითი დაჭრილიც არის. და ერთი საერთოდაც დაიღუპა, მოკლულია უფრო ზუსტი რომ კი არ გარდაიცვალა, როგორც სამთავრობო მედია გვაუწყებს ხოლმე სადმე ლოგინში. როცა გარდაიცვლება ადამიანი მივარდნილი, მიუსაფარი, ავადმყოფი. ან არა ავადმყოფი, მაგრამ გარდაიცვლება, ასაკში შესული ან ახალგაზრდა, იმას ქვია გარდაცვალება. მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა თქვათ ხოლმე, წარმოვთქვათ ხოლმე, ან დავწეროთ ხოლმე, რომ ის მოკლულია, მოკლეს. მარტივად რომ ვილაპარაკოთ. კიდევ ერთხელ, ბიძი და ივანიშვილია დამნაშავე? არა, ბიძი და ივანიშვილი დამნაშავე არ არის. არც ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და ლეგიონია ბანდიტების სახელი. არის თუ არა ბიძი და ივანიშვილი დამნაშავე მეორე ამბავში, რომელიც ასევე გუშინ მოხდა. ონისე ოქრიაშვილი ასეთ სტენდაფერი იუმორისტი კაცი, რომელმაც იღადავა რა, ნებისმიერ ჩვენგანს აქვს ნებისმიერი ცუდი თუ კარგი ღადაობის უფლება. ბევრს ჩემი იუმორი მოსწონს, ბევრს ან უმრავლესობას არ მოსწონს. ჩემზე უკეთესად ვინც ლაპარაკობს, ან ვისაც აქვს იუმორის უკეთესი გრძნობა, მათი იუმორიც ბევრს არ მოსწონს და ბევრს მოსწონს. მოკლედ, ღადაობა, იუმორი არის ინდივიდუალური, ვიღაცას ვანო ჯავახიშვილი მოსწონს და ვიღაცას ის არაბიძე თუ არ ვიცი, რაგვარიც არის ის მეორე, არ მახსოვს. რაგვარიც არის. სხვა რა მნიშვნელობა აქვს. ღადაობის უფლება ყველას აქვს. ონისე ოქრიაშვილმა იღადავა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იღადავა 10 დღის წინ, 7 დღის წინ, მოკლედ კარგა ხნის წინ. გარკვეული პერიოდის შემდეგ მიუვარდნენ მას, ანუ გუშინ, მიუვარდნენ მას და გაბერეს, გახეთქეს წემით, ისე რომ მას სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა და შესაბამისი კვლევების ჩატარებაც კი დასჭირდა. ჯანმრთელადაა. ქალბატონმა ქეთი დუმბაძემ შვილმა ნოდარ დუმბაძისა და ნოდარ დუმბაძეზე ის ხადავა სწორედაც რომ ონისე ოქრიაშვილმა გააკეთა ჩემი მოსაზრებით ამაზრზენი კომენტარი. რაღა მამა ჩემი აირჩია საღადაო სუბიექტად და თუ ობიექტად ამ ონისე ოქრიაშვილმა არა მე გმობამძალადობას, მაგრამ ჩვენში დარჩეს და რაღა მამა ჩემს მიახტაო. რა მნიშვნელობა აქვს ქალბატონო ქეთი? ჩანსუხ ჩარკვიანი რომ აირჩია ამ შემთხვევაში მისი ღადაობა კარგი იქნებოდა თქვენეული გაგებით? თუ ჯანსუხ ჩარკვიანის შვილი დაკო ან სიძე უნდა ან მათი შვილები უნდა მივარდნილიყვნენ და ეცემათ ის ონისე ოქრიაშვილი? ამაზრზენი კომენტარია ეს, მაგრამ კიდევ უფრო ამაზრზენი კომენტარი ჩვენ გაგვაცნო საკუთარი მოსაზრება, ვინმე ირაკლი ზარქომ შეგნებულად ვუწოდებ ასე, ვიხსენიებ ასე,
ირაკლი ზარქუა დეპუტატია, დეპუტატად წოდებულია ვიცი. ირაკლი ზარქუამ პრინციპში მოგვიფარგლა ღადაობის არეალი. ან საღადაო პირები ვიზეს არ უნდა იღადაო, ისინი მოგვისაზღვრა. აი მაგალითად ერეკლე მეორეზე არ უნდა იღადაო თურმე. ილია მეორეზე ან რელიგიაზე არ უნდა იღადაო თურმე. ილია მეორე ხო საკრალიზებულია და ეს რაღაც იდენტობის შემლახავი იქნება მათეული გაგებით. კიდევ ვიღაცაზე არ მახსოვს ვის. მაგრამ არ უხსენებია მაგალითად ნიკოლოზ ბარათაშვილი, გარდაიცვალა წაკითხული. არა აქვს. ასე ვიკითხავ. ნიკოლოზ ბარათაშვილზე ღადაობა ირაკლი ზარქუასეული გაგებით შეიძლება, ჩამოწეროლ მაშინ სია ადამიანებისა, ცოცხლებისა თუ აც გარდაცვლილებისა, ვისზეც შეიძლება ღადაობა, ისიც არც უღადავი, არც ვიცი რა დავარქვა ონისე ოქრიაშვილის იმ სტენდაპს თუ ტექსტს, პასუხს, უფრო ზუსტი რო ვიყო. მოკლედ რაღაცა ან ვიღაც ტაბუდადებული პირები არიან და არამც და არამც არ შეიძლება თურმე მათზე ორი გადაბრუნებული სიტყვის თქვა და კვლავ ვიტყვი, ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად შესაძლებელია ბევრმა სხვაშორის თქვა, რომ შოთა რუსთაველზე ღადაობა შეიძლებაო? და შოთა რუსთაველის შთამომავლები უბრალოდ არ არსებობენ, თორე ამ ხელისუფლებას წოდებულ ბანდამ შეიძლება შოთა რუსთაველი შეიყვანოს არც გასაღადავებელთა სიაში და საბოლოო ჯამში შოთა რუსთაველის გაღადავება შეიძლება უბრალოდ დასაბუთება იქნება და ვინც მას გააღადავებს შოთას რუსთაველს ის დაიცინება უფრო და არა შოთა რუსთაველი. კიდევ ისიც რა ვერ გამიგია? ეს ამბავი მოხდა დაახლოებით 7 დღის წინ, 10 დღის წინ ამ ონისე ოქრიაშვილის პასუხი, კარგი თუ ცუდი, მოსაწონი თუ დასაწუნი. 10 დღის განმავლობაში როგორ გახვა მოძალათა ჯგუფს ბოღმა ან ონისე ოქრიაშვილის დასჯის სურვილი. ეს ხო საბოლოო ჯამში ემოციურია, სპონტანურია, აფექტის მდგომარეობაში შეიძლება როგორ იღადავე შენ დიდ მწერალ ნოდარ დუმბაძეზე. 20 წამში შეიძლება ეს ყველაფერი ეს ემოცია არსებობს 20 წამი, მაგრამ 21 წამს და მით უმეტეს მე-10 დღეს თუ მე-7 დღეს თუ მე-5 დღეს ეს ემოცია როგორ არსებობს? მე გეტყვით როგორ არსებობს. ამ მოძალადეებს, რომლებიც არც მალავენ საკუთარ ვინაობას ისე ღიად არიან გამოსულნი და ღიად ძალადობენ, აქვთ იმედი. ოღონდ არ ვიცი ვისი, სიმართლე გითხრათ. პარტიისა? შესაძლოა პარტიისა, სუსისა? შესაძლოა სუსისა და ისინი არიან დაგეშილნი, აბსოლუტურად შეგნებულად წარმოთქვა ამ სიტყვას, გააზრებულად წარმოთქვა ამ სიტყვას, დაგეშილნი ვიღაცეების მიმართ და გასარკვევია ვინ არიან ეს ვიღაცეები. დასაჯეთ ყველა, ვინც უშნოდ თუ არა უშნოდ ღადაობს, დასცინის ამ შემთხვევაში ნოდარ დუმბაძეს და სხვა შემთხვევაში და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, განგვისაზღვრეთ მაშინ სია ვისი დაცინო არ შეიძლება. ან ვისზე როგორი პასუხი უნდა გასცეს ნებისმიერმა ოქრიაშვილმა თუ სხვა სტენდაპერმა თუ ჟურნალისტმა თუ აქტივისტმა თუ რიგითმა მოქალაქემ თუ არა რიგითმა მოქალაქემ და ასე შემდეგ. განსაზღვრეთ სია. ერეკლეზე ღადაობა არ შეიძლება. ნიკოლოზ ბრათაშვილზე, შოთა რუსთაველზე, გალაქტიონზე შეიძლება თუ არა ღადაობა. გალაქტიონის შთამომავლები თუ მაინც და მაინც შთამომავლების გაკეთებულია ეს, ხო? გალაქტიონს უშუალო შთამომავლები არ ყოლია, მისი შთამომავლები, ძმისშვილი ნოდარ ტაბიძეს აღარ არის ცოცხალი, თორე რო ყოფილიყო ჩაგვარტყავდა? არა, ჩაგვარტყავდა ცხადია. მოკლედ გამარკვიეთ, ან გაგვარკვიეთ. პარლამენტარებზე არ ვღადაობთ, პარლამენტარებს არ დავცინით, პრემიერ-მინისტრს არ დავცინით, მთელ მთავრობას არ დავცინით. ხო, სწორედაც რომ დაცინვა და ირონია ყველაზე უფრო მეტად აღიზიანებს როგორც ჩანს ამ მთავრობას. ოღონდ ნოდარ დუმბაძე ხო ამ მთავრობის წევრი არ არის, ის დიდი ხანია გარდაცვლილია. ქეთი დუმბაძისა მოგერიდათ? ქეთი დუმბაძეს გაუსწორეთ? რატო? ვინ არის ქეთი დუმბაძე? ჩვენში რო დარჩეს. იქნებ ქეთი დუმბაძეს ჩართულია, მე არ ვჯერა ამის, მაგრამ ქეთი დუმბაძეს ჩართულია ამ ძალადობაში, როგორც ასეთში.
ვინ არიან ადამიანები? პარტიის წევრები არიან. გულახდილად გეტყვით, რომ არ მგონია, რომ პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა თუ თავარმა საბჭომ განიხილა, ან რაღაცა კულისებში პარტიის ყველაზე უგვანმა პირმა საკუთარ ტიტუშკებს თუ მოძალადეებს დაავალა მიდით ერთი წემეთ. არც ის მგონია, რომ ამ ადამიანებს თავად მოუნდათ წემა 10-7 დღის თავზე, ვინმე მათთვის ვინმე ონისე ოქრიაშვილის. სუსმა გააკეთა ეს ყველაფერი. გულახდილად გეტყვით, სუს და პარტიას ხო არ ვიცავ, მაგრამ არც სუსი მგონია მთავარდამნაშავე შეიძლება გარეულნი არიან ახლა სუსის ან პარტიის თანამშრომლები, ხო? ამ ამბავში, მაგრამ მომხრეები თუ ოდიქდებიან ქართული ოცნებისა, მაგრამ არ მგონია რომ რაღაც ორგანიზებული ამბავია ეს. მაშინ ვინ დაგეშა ეს ადამიანები? მედიამ რასაკვირველია დაგეშა სახელმწიფო ბანდიტურმა, კრიმინალურმა მედიამ. ეს ხელისუფლება წოდებული ბანდა თავად ყოველთვის ამტკიცებს ბოლო პერიოდი უფრო ზუსტი, რომ ვიყო სიზულვირი უნდა აღმოიფრქვას, სიზულვირი უნდა აღმოიფრქვას, ამას ამტკიცებს ოღონდ. ოღონდ თავის ბანდებს სიზულვილისა არამც და არამც არ აჩერებს. აქ იგულისხმება ტროლები, არატროლები, აქ იგულისხმება ყალბი მედია საშუალებები, სოციალური ქსელის გვერდები უფრო ზუსტი რომ ვიყო, რაღაცა პოდკასტები და იქ ყველაფერი მოსულა, მათგან ყველაფერი მოსულა. დაცინვაც, შეურაცხყოფაც დაცინვას ვინ შევის კაცო დაგცინეთ, რამდენიც გინდა ჩვენს დაგცინებთ იქით. არა არის ტაბუდადებული ადამიანი, ვისაც არ დასცინებთ თუ მაინც და მაინც ეს სიტყვა ადეკვატურია ახლა არ არსებობს. უბრალოდ კვლავ ვიმეორებ, თუ შოთა რუსთაველს დასცინებ, შენ იქით დაიცინები, თუ ნოდარ დუმბაძეს დასცინებ, იქით ნაკლებად დაიცინებ. ოღონდ იმ ოქრიაშვილის არ დაუცინია არც ნოდარ დუმბაძისთვისაც კი. პირიქით, სწორი, ადეკვატური პასუხი გასცა. დაცინვაც არ იყო ეს, მაგრამ თუ მაინც და მაინც აი ამ კალაპოტზე უნდა, ამ ჩარჩოზე უნდა ვისაუბროთ. მოკლედ, სუსი არ არის დავალების მიცემი ალბათ. პარტიას ალბათ არ არის. მაშინ ვინ არიან ადამიანები? აი ხო არიან ადამიანები, რომლებმაც დაგეშეს ეს მოძალადეები. ხო, მედიაზე ვლაპარაკობდი. მედია უთუოდ არის. მედიას ვინ ავალებს? რომ აი ააგორეთ კამპანია ამ შემთხვევაში ოქრიაშვილის, ხო ოქრიაშვილია კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ თქვენის ნებართვით. ეს 13 წუთია ხომ არ ვლაპარაკობთ ყვილა, ხო? როდის ვიხდი, ეხლა ვეკითხეთ, ოქრიაშვილი არ შემეშლება, მაგრამ მაინც. ონისე ოქრიაშვილი, დიახ. ონისე ოქრიაშვილზე ეხლა წავიკითხე. ვერ გადარჩება ონისე ოქრიაშვილის ძალადობის ბრალდებით დაკავებული. ვერ გადარჩება ქვეყანა, სადაც ეკლესიის ნოდარ დუმბაძის აღმაშენებლის თუ რუსთაველის გინება მოსულა, რადგან ხუმრობა ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ, ანტიქართულ მოქმედებებს არ გავატარებთ. ამას ამბობს სერიოზულად ვინმე ტიპი? თავად ამბობს ამას? ანუ თუ ვინმეს გონია რომ ნოდარ დუმბაძის თუნდაც აღმაშენებლის ნოდარ დუმბაძე აღმაშენებელზე 254,748,127 ჯერ ნაკლები პერსონაა. რუსთაველის გინებაც არ ყოფილა, ოქრიაშვილს არ უგინებია, მაგრამ თუ ნოდარ დუმბაძეს არ აღმაშენებელს და რუსთაველს ვინმე შეაგინებს, ოქრიაშვილი, ტაბლიაშვილი ან სიკინჭილაშვილი, ეს ვინმეზე იმეთყველებს. ამის ძალით აღმოფხრა ცემით, დუბინკის ან მუშტის გაღებით ან მუშტის მოღერებით აღმოფხრა. სწორედაც რომ დაგვაცილებს ჩვენ რუსთაველის აღმაშენებლის და თუნდაც ნოდარ დუმბაძის ქვეყნისაგან. ალბათ ესე ჭუმს. ხო? და ძალადო და ეს რომ მომხდარიყო კიდევ ერთხელ ვიტყვი სპონტანურად 24 წამს გავჯავრდი, გაჰყვა ამ ტიპს რაგვარიც არის? გაჰყვა? მე-10 დღეს გაჰყვა? არა, მედიამ რომელსაც თავად არ შეუქმნია ეს ნარატივი ეგრევამის პასუხი და ვიღაცამ შეაქმნევინა იმეც რუსთავიორს ეს კამპანია ააგორებინა ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ. ამ მედიამაც შეუნთო ნავთი დაასხა თუ მაინც და მაინც ასე ვიტყვი ამ ადამიანზე მეთქი ასე არ ვიცი, დიახ ეს მთლიანად ერთიანი რაღაც სტრატეგიაა ამ შემთხვევაში ოქრიაშვილის ცემისა და ოქრიაშვილის სახით რა იცემეს, ხო? ოქრიაშვილის გაჩუმების და სხეების გაჩუმების მცდელობა. ოღონდ დებილებს არ ესმით რომ ხვალ დუმბაძეზე იღადავებს ვინმე, რა თქმა უნდა. ჯანსუღ ჩარკვიანზე იღადავებს ვინმე, რა თქმა უნდა.
მათზე ბევრად დიდ ხელოვანებზე galaktionze იღადავებს ვინმე ოღონდ რაც უფრო დიდია ხელოვანი და galaktioni უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანია რასაკვირველია იღა თუ მაინც და მაინც გადაობა აკლავ ვიმეორებ ონიესე ოქრიაშვილის თქვა სიტყვა რაც უფრო დიდია ხელოვანი და მასზე გადაობ მით უფრო უშნოდ შენ იქით დაიცინები რასაკვირველია რაც უფრო პატარაა ხელოვანი და მასზე გადაობ თუნდაც არაუშნოდ ამ შემთხვევაში ხო იუმორი ამბავი იქნება ხო რა ვიცი ვიღადავებთ 1 საათი 15 წუთი და საათი და 15 წუთი 18 წამი და დამთავრდება ეს ამბავი არდა ეხლა ეს ამბავი თავარი თემაა ლამის ხო და ვუბრუნდებით თემაზე ვინ ავალებს პარტია არა სუსი არა ან ნაკლებად მედიას ვინ ავალებს ამ ტიპებს ვინ დაავალა და თავარ კითხვას ვსვამ კიდევ ერთხელ ბიზინა ივანიშვილია დამნაშავე აი ხორავას ქუჩისზე რაც მოხდა იმაში ბიზინა ივანიშვილი არ არის დამნაშავე ამ ონისე ოქრიაშვილსაც გადახდა იქაც არ არის მაგრამ გარემო აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია ბიზინა ივანიშვილმა შექმნა ამგვარი გარემო როდესაც ოქრიაშვილის მაგალითზე უკეთ ჩანს როდესაც შეიძლება ადამიანის ცემო იმიტომ რომ ის უშნოდ გადაობდა ან არაუშნოდ გადაობდა ბიზინა ივანიშვილს რომ უყვარს ალბათ უყვარს არ ვიცი წაუკითხავს კუკარაჯა ბებები ელიკო და ილარიონი აი ბიზინა ივანიშვილს რომ უყვარდა თუ უყვარს იმ წერალზე აღადავდა უშნოდ თუ არაუშნოდ ვინმე ოქრიაშვილი გარემოა შექმნილი ხდებით აი ეხა ბევრი ამბობს ქართული ოცნების მომხრე ამბობს ამგვარ რამეს რომ კვლელობა სხვაგან არ ხდება პარიზში ნიუ-იორკში რა ვიცი ვაშინგტონში სადღაც ბერლინში არა ბერლინში ნაკლები მეტი სტატისტიკა შეგვიძლია ჩავხედოთ აქ რამდენია წლის განმავლობაში იქ რამდენია წლის განმავლობაში შევადაროთ დავადაროთ ხდება ამბავი იცით რა არის ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტია ამბავი ის არის რომ როდესაც იქ მკვლელობა ხდება და ეს მკვლელობა არის რაღაცა გახმაურებული საქმე და ასე შემდეგ სამართალდამცავები იქაც ერევიან და აქაც ერევიან იქაც იჭერენ ეჭვმიტანელს და მომავალ დამნაშავეს და აქაც იჭერენ დამნაშავეს თუ ეჭვმიტანელს და მომავალ დამნაშავეს მაგრამ საზოგადოებას აქვს განცდა იქ ევროპაში დასავლეთში რომ ამგვარი მკვლელობა იქნება ნაკლები მომავალში იქნება ნაკლები ჩვენ საზოგადოებაში არის განცდა და ეს არის ბიზინა ივანიშვილის მთავარ დამნაშავეობის ერთ-ერთი საფუძველი თუ ერთ-ერთი მისი დადანაშაულების ერთ-ერთი საფუძველი მიზეზი ხო რომ აქ გვაქვს განცდა რომ ბიზინა ივანიშვილის პირობებში აქ მკვლელობა იქნება მეტი თუ ეხლა არის უხეშად 10 დღეში ერთხელ არ ვიცი სტატისტიკის არ ჩამიხედავს ხო და ხდება მაგალითად რაღაც 100 მკვლელობა 3 დღეში ერთხელ 100 მკვლელობა ხო 105 110 რა ვიცი 365 427 ანუ დღეში ხდება ერთ მკვლელობაზე მეტი პირობითად ჩვენ გვაქვს განცდა რომ მოხდება 758 უკვე მომავალ წელს იქ შვედეთის ფინეთის ნორვეგიის დანიის თუ ჩავაუყვეთ და ნებისმიერი სახელმწიფო ავიღოთ ევროპისა, ბალტიის სახელმწიფოები ავიღოთ, რა ვიცი, გერმანიას, ავსტრიის, უნგრეთის, რა ვიცი, ვინ ვისი მოსაზღვრეა, შემიძლია გითხრათ მეტნაკლებად ზუსტად პორტუგალიის. ესპანეთი ესაზღვრება, იქ საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ყველობა იქნება ნაკლები. აი ეს სხვაობა, ამიტომ იმის ხელისუფალი ცუდი, ბევრ საკითხში ბრიტანეთი, აი, ცუდი კაცი იყო რაღაც სტარმერი, ხო? მაგალითად იქ ნაკლებია ამგვარი განცდა, იქ დიდი პრობლემებია სხვათა შორის, მათ შორის მიგრაციის და ასე შემდეგ, მაგრამ იქ მაინც ჯერაც რომ ნაკლებად მოხდება მომავალ წელს ამგვარი დანაშაული. აქ სულ გაქვს განცდა, რომ ზარდია და მართლაც ასეა, სტატისტიკისთვის კი არ ჩამიხედავს, მაგრამ ზარდია დინამიკა. ამას ვერ აგვარებს და ან არ აგვარებს ბიზინა ივანიშვილი. ასეთი დამპლური ქვეყანა მას უნდა რომ იყოს ასეთი დამპლური ეს ქვეყანა. ამპლური გაძიონოკების, აი გველის წიწილების ეს ქვეყანა. სადაც ვიღაცა ვიღაცაზე ძალადობს, დავუბრუნდეთ ონისეს ამბავს. კიდევ ერთხელ ვიკითხავ,
ვინ დაავალა მედიას ფუტკარაძე, ანიკაშვილი, ლაზაშვილი, კაკულია, რაღაც შიხლაძე, მიხლაძე, ვიღა ტიპებს. იმედს, მაესტროს, რუსთავი ორს, პოსტივის კამპანიის აგორება ის ხო ფუტკარაძეს ტვინში არ მოსვლია, სადა აქვს ტვინი? ამდენი აქვს, ხო? არავის საინფორმაციო უფროს ფუტკარაძეს რას მივადექია, ვიღაც ვინც არის იმედის არც ვიცი ვინ არის, არც მაინტერესებს, ხო? იმას ხო არ მოსვლია თავში. შუბლაძეს მაგალითად რუსთავი ორიდან. შუბლაძემ და რამდენიმე ადამიანმა ეგრემაგის პასუხია საბუდამოდ შეირცხვიდეს სახელი. ის რაღაცას კიდე რაღაცას წარმოადგენდა ქართულ მედიაში. იმიტომ რომ ის რაღაც 40,000 ლარი მიიღო. დიდი ფულია ჩვენ სინამდვილეში, მაგრამ მაინც. მათ ხო ვიღაცამ დაავალა ონისეს წინააღმდეგ კამპანიის აგორება. ამ მედიებზე ვიტყვი, მედიებზე ვიტყვი, ეგრა მაგის პასუხია, რომ ისინი დასაკვირველი ტერორისტები არიან. მათზეა დაფუძნებული, მათზეც არის დაფუძნებული ეს ბანდა ხელისუფლება და ამიტომ არა რასაკვირველია სიცხლის სამართლის პასუხისმგებლობით ისინი არ დაიჭირებიან, მაგრამ უკიდურესად მარგინალიზდებიან ესეთი სანიტარული დერეფანი გაკეთდება მათთან, როცა იქნება მაშინ. ახლა გავანებოთ ყველაფერს და ყველა საკითხს თავი. ერთ კითხვას დავსვამ, მიუბრუნდები უფრო ზუსტი რომ იყო. მაშ ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე გარემოს შექმნაში, სადაც ვიღაც ტიპი გამოვარდება ხურავის ქუჩაზე და ბრახ და ისვრის და კლავს, ამგვარი გარემოს შექმნაში ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე. თორემ მკვლელობა როგორ არ ხდება, ყველგან ხდება. და ეს დანაშაული კონკრეტულად ამაზე თუ საუბრობთ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხია. ანუ აქ ვერ დანაშაულებ მას სისხლის სამართლებრივი წესით ვერ დასჭი, შენ დაავალეო ვერ ეთქვი. მაგრამ შენ შექმენი გარემო ამგვარი და აქედან გამომდინარე უნდა წახვიდეო, ამას კი დამამად ეთქვი. იგივე ეხება ონისე ოქრიაშვილის ამბავს. მას არ უცემია, მაგრამ მან შექმნა გარემო და მისმა ვიღაც ტიპებმა დაავალეს ვიღაცებს ცემოთ მოდი ახლა ეს ონისე ოქრიაშვილიო ვერ გაუნელდა 10, 12 თუ 7, 5 დღის განმავლობაში ბრაზი იმის გამო საკითხულიც არა აქვს, ოღონდ რომ ვინმე ონისე მათთვის ვინმე ონისე ოქრიაშვილმა მიაყენა შეურაცხმოთა მათეული გაგებით მათთვის ვინმე ნოდარ დუმბაძეს, იმიტომ რომ საკითხულიც არა აქვს. მე ბებია ელიკო და ილარიონი ფიცა ვარ ყველაფერს მოძალადეებს. მაგრამ გარემო ესეთი შექმნილი და ამგვარ განცხადებას აკეთებენ ბიძინა ივანიშვილის შნირი დეპუტატები. მაგრამ ახლა ყველაფერს დავარებოთ თავი. ბიძინა ივანიშვილს ყავს 3 ვაჟი. ერთი სრულიად გაჩუმებულია, უტა. ჩემი აზრით ცოტა მორიყულიც, გარიყულა, მირიყულა. კაცია, რომელიც იაპონიაში ცხოვრობს, კოსმოსში სახლი იყიდა და ასე შემდეგ. აღარ ვისაუბროთ შესაძლო მიზეზებზე მისი გარიყვისა. მეორე და მესამე ბიძინა ძალიან 3-ვე უყვარს, 4-ვე უყვარს, ავის არ შეაქეჭვი ქალიშვილი გვანცაც. და ოჯახზე გადაფოფრებული კაცია ბიძინა ივანიშვილი, ასეა ცნობილი ყოველ შემთხვევაში. თავისებური სიყვარულით. ერთი ნახეთ როგორია ბერა, ცოტა მოკრიმინალო, ცოტა სხვების დამსჯელი, ცოტა მოძველ ბიჭო, ცოტა არიანად ნაკაჩავები. ცოტა ამ გზაზეა ეგრა მაგის პასუხია. ხო ისიც ხო. ცუდი კი არ არის კაცო ეს რაღაც კარგია. მისასალმებელია. მაგრამ ცოტა ისეთი ცოტა ტიპებთან მოტიპოა ეს ბერა, რომელიც რაღაც ვიღაც ძველ ბიჭებთანაც მოარული ხმების თანახმად ცმაკაცობს, ბლატნობს. ის თქვათ ქურდული სამყაროს წევრი არ არის და არ ვაკადროთ ცხადია, მაგრამ აი პალაჟენიის მომყვანია. ძალის ის ასხივებს ძალას ასხივებს და დემონსტრირებას აკეთებს იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლება არ იგულისხმება, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თავისი ძალაც აქვს, თავისი კმარი ძალაც აქვს. ცოტნე უტა აკითხავთ თუ წასულია. ცოტნე დიამეტრალურად განსხვავებულია მისგან. ცოტნე არის ახალგაზრდულ ორგანიზაციაზე რომ გამოდის. აი ამ ინციდენტებს მაგალითად დაგავდა, როგორ შეიძლება ონისე ოქრიაშვილზე ძალადობა გავამართლო და საგმობია და აქ დასვამდა წერტილს. რასაკვირველია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბავი არის უზარმაზარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისათვის
და აქ დასვამდა წერტილს. ყოველგვარი მაგრამის, თუმცა სხვა კავშირების გამოყენების გარეშე. ცოტნე დიამეტრალურად განსხვავებულია ამ თვალსაზრისით ბერასაგან. და კაცი იფიქრებს, რომ აი განსხვავებული ძმები არიან და შესაბამისად რაღაცა უფრო მშვიდობის ყოფილია, ცოტნე მოდი მშვიდობის ყოფილ ცოტნეს მივენდოთო, მას დავუჯეროთო, ის შევაქოთო და აი ბერაკი დავიწუნოთო, ცოტა მოძველ ბიჭო ბერა. ჩემი აზრით, რეალურად ეს არის ბიზინა ივანიშვილის სტრატეგია. ანუ ერთია ოჯახი წარმოაჩინოს ასეთადაც და ისეთადაც. და ეს საბოლოო ჯამში არც ცოტნეა მშვიდობის მტრედი და არც ბერაა ქორების მამა. ორივენი ერთი დედმამის მშობლები არიან. და მათი ორივესი მიზანი არის, რომ მათი მამის და შესაბამისად მათი ხელისუფლება, ძალაუფლება გახანგრძლივდეს უსაშველოდ. ეს არის მიზანი თუ ამოცანა. და ამ მიზან ამოცანამდე მისასვლელი გზა ერთი არის ბერას გზა დავარქვათ ერთს. ამას დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ რომ მიცოდეთ ოჯახს და მოგიერებათ იმისა ხელისუფლება დაგვირგება თუ არა ხელში მხარში სპეცრაზმი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო, პარტია, სუსი და ასე შემდეგ და ასე. ჩვენი კმარი ძალა გვაქვს, ჩვენი ტიტუშკებიც არ უნდა და ზონდერები გვყავს, ბევრი ჩაშლილი, დიდრები ამასთან. თითოეულს თავისი ЧВК ყავს დაწმუნებული დაცვის წევრები ფორმალისტად. და მეორე არის ტრედი, ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც დაცვა შეიძლება ხავს არ ვიცი სიმართლე გიხართ, მაგრამ რომელიც ამას ასხივებს მშვიდობას, კეთილდღეობას, ხალხთა შორის ურთიერთობას, თანადგომას, თანასწორობას, სიხარულს და სიამტკბილობას. მაგრამ ორივენი არიან ერთი მიზნისთვის, რომ ბიზინა ხელისუფლებაში არაფორმალურში გახანგრძლივდეს. და ბიზინას შეზღუდული საზოგადოების პასუხისმგებლობის საზოგადოება ბიზინა ივანიშვილი იყოს სულ ამ ქვეყანაში. პარალელურად ოღონდ ამ ქვეყანაში ხდება ხორავაზე, რაც მოხდა ახლა, თუ შანიძეზე ხორავაზე. მეორეჯერ ხდება სწორედ ამ ქუჩაზე. რაც დაემართა ონისეს, პარალელურად ის ხდება, რაც მოხდა ბათუმში, პარალელურად ის ხდება, რაც მოხდა მარნეულში, პარალელურად დღე არ გავა თუ 5 დღე არ გავა, ვიღაცა არ გაიტანოს. პარალელურად აქ სიძულვილზე დაფუძნებული საზოგადოება იქნება. ოღონდ ამ სიძულვილს 97.38 მიასედით, სწორედაც რომ ხელისუფლება აღავივებს, ხოლო 2.72% ხო? შეიძლება მართლა ჩვენი ბრალია, მაგრამ 2% 98-თან აბა რა მოსატანია. თავარი მოძულე ქართული სახელმწიფოსი, ქართული საზოგადოებისა, ქართული საქართველოს თავისუფლების კენოლტოლვისა, დამოუკიდებლობის შენარჩუნებისა, ღირსების შენარჩუნებისა, იდენტობის შენარჩუნებისა არის ბიზინა ივანიშვილი. ეს არის ასე. დავასაბუთე? არ ვიცი. არ მაინტერესებს დავასაბუთე თუ არა. მე გითხარით ჩემი სათქმელი.